Comunicatori. Nini Sublati სიმღერით Warrior სულ ცოტა ხანში შემოგვიერთება პირველი სტუდიიდან აქამდე ალბათ რამდენი მეტრი Nina Sublati, Nina Sublati. კაცრად Nina Sublati. კარგი, Nina Sublati სულ ცოტა ხანში შემოგვიერთება და რამდენი მეტრია თუ იცი? მეტრი არ ვიცი, მაგრამ მაქსიმუმ 2 წუთია საჭირო. მაგრამ მაგდენიც არ ჭირდებათ ჩვენს კონკურსანტებს, უბრალოდ ევროვიზიის კონკურსანტებს, ისინი უფრო მარდად და სწრაფად აღბეჭდებიან ხოლმე ჩვენს. შეწეღად ახსენე რომ მე არა ვარ ევროვიზიაზეო და შენი პირადი აზრი გვაინტერესებს ახლა და შეგიძლია ხმამაღლა გამოთქვა შენი პირადი აზრი ევროვიზიასთან დაკავშირებით. იცი რა მგონია რომ გამოცდილების მხრივ საინტერესოა, ანუ თუნდაც ის რასაც ახსნებენ, იმიტომ რომ ამ ხელა სცენა ამდენი ადამიანი რომელიც ჩვენზე მუშაობს და ასე შემდეგ, ანუ მობილიზაცია საქართველოს სამწუხაროდ სადაც ესე დიდი კონცერტები არ ეწყობა, ალბათ არ არის და წარმოუდგენელია რომ ვიღაცა 10 კაცმა უხილავად სცენაზე იაროს, ხო? მეორეს მხრივ მისი ღირებულებების და ასე შემდეგ თვალსაზრისით არ ვიცი, ცოტა ანუ ნაკლებად რესპექტაბელურია ჩემთვის, ხო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ანუ იგივე საავტორო მუსიკას და ასე შემდეგ, ანუ ადამიანი ნაკლებად ახდეს თავისი. მაგრამ ეს პოპ მუსიკაა, ანუ მეინსტრიმია და ალბათ მასაც აქვს. ხო, ანუ მაგას ვამბობ, გამოცდილების თვალსაზრისით ალბათ საინტერესოა, თუმცა გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებისგანაც თავს შევიკავებ. ჩვეულებრივი კონკურსია რა. მახსოვს, როდესაც ჩვენ ანუ უფრო კარგია ალბათ ვიდრე ნიჭიერი. ხო, არ ვიცი რას ვადარებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავის დროზე მიდგომა იყო ასეთი, რომ გარკვეულწილად ნინა არის ჩვენთან უკვე მოვიდა. მოსაზრება იყო, გამარჯობა. აბზანდი. როგორ განწყობაზე ხართ? საახალწლოზე? კი ბატონო. უკვე საცივისკენ? არა. არა? საერთოდ არა? ჯერჯერობით არა, რაღაცა კონცერტზე ვიყავი კონცენტრირებული, სახში მივალ საცივზეც ვიფიქრებ უკვე. ნინა სიმღერას ეწოდება Warrior. და მე სპეციალურად სამწუხაროდ ალბათ იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა გარკვეულ ეტაპებს გამოვტოვე აქ საქართველოში ეს პოპ მუსიკა. და დღეს მაცნობდნენ თქვენ თავს და სხვა პრეტენდენტებსაც უყურებდი რამდენიმე ვიდეო ამოვარჩიე და სიმღერა Warrior და თქვენ ესეთ ცოტა მებრძოლი ტიპი ხართ, ხო? ამბობენ. ეს იმიჯია თუ რეალურადაც ესეთი ტიპი? არა, ალბათ იმიტომ ამბობენ რომ მართლა ესეთია, იმიტომ რომ მე პირადად დიდად რაღაც არ ვფიქრობ, ხოლმე მებრძოლი ვარ თუ ძლიერი ვარ თუ სუსტი ვარ, არ ვიცი. რაღაც ჩემი ხასიათია ასეთი და რაღაც შეარქვეს ეს სახელი. ჩვენ გვეუბნებიან რომ გვაქვს ხო დრო? კი, 4 წუთი გვაქვს. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჭრაზე არ გვინდა რომ გავიდეთ. ასტასია შეგქონდა რაღაცა კითხვა და ხო, მე მქონდა, ანუ მე მახსოვს რომ შენი ალბომი გამოიცა Bravo Records-მა დამირეკა, როცა ეს გამოიცა და მომიპატიჟა, სამწუხაროდ ვერ ვიყავი, მაგრამ მაინტერესებს რა გამოხმაურება მოყვა ამ ალბომს, იმიტომ რომ არც თუ ისე ბევრი მუსიკოსი ახერხებს ეს ალბომის გამოშვებას და შემდგომის პრეზენტაციას და მსმენელამდე მიტანას, ხო? ეს ალბომი ცოტა ის სანერვიულ ამბავი იყო, იმიტომ რომ სწორედ აღნიშნეთ, რომ ბევრი ვერ ახერხებს და მოხერხების შემთხვევაში ძალიან იშვიათია რომ გაყიდოს მერე მომღერალმა ეს ალბომი და რაღაც მართლა გამოხმაურება მოყვეს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში გამიმართლა ალბათ იმიტომ რომ რაღაცნაირად დაემთხვა Bravo Records-ის მიერ გამოშვება ოფიციალურ საიტის Bravissimo-ი, სადაც იყიდება ლეგალურად ეს სიმღერები, გაყიდეს. ხო, ქართული ვარიანტი iTunes-ის. პირველ ადგილზე იყო ჩარტებში რა არ თვეების განმავლობაში, ეხლა არ შეიძლება მეორეზე ვიყო და ალბომიც გასაკვირად საკმაოდ ისე იყიდებოდა რა, არ ვიცი, რაღაც პირველი ნომერი იყო ქართულ ალბომებში რა ასე. მიწაზე რომ დავეშვათ მატერიალურად აისახა ეს შემოსავალი. არა, სამწუხაროდ არა. ნინა, რატო აკეთებ ამას, როგორ ფიქრობ? აი მატერიალური ინტერესი ამ კითხვას უსვამთ ყველა არტისტი, რომელიც მოვაწეობს საქართველოში დღესდღეობით, დაწყებული ანდეგრაუნდიდან, დამთავრებული მეინსტრიმით და ძველი ესტრადით და ასე შემდეგ. ვცდილობთ გავარკვიოთ რა რეალობაში გიწევს ცხოვრება. ალბათ ესეა რომ რა ვიღაცა რო იწყებს რაღაც გონია რომ აი მე მოვალ და მე შევცვლი ამ ყველაფერს და მე გამიმართლებს. მეც ნუ ესე მეგონა, ესეც აღმოჩნდა, იმიტომ რომ რაღაც წარმატებას მივაღწია, რასაც ბევრმა ასე ვთქვათ, ვერ მიაღწია, ცოტა ხმამაღლად შეიძლება გამოდის, მაგრამ მაინც და მე ისეთია რომ ხვდები რაღაც ვერ შოულობ ვერაფერს, მაგრამ ჩათრეული ხარ რა უკვე ამ ამბავში, ბევრჯერ მიფიქრია რომ აი რატო ხარჯავ თუნდაც რაღაც გზის ფულს, რატო ვიშლი ნერვებს დავждებ სახში წყნად გავაკეთებ მუსიკას, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გთხოვენ რომ მიდი გააკეთე შენს კენო, არც ძალიან გვაინტერესებს და აი ამ
ადამიანებთან ჭიდილი არა რაღაცნაირი ჯაჭვური კავშირია, რომელსაც მე პირადად ვერ მოვეშვი და დიდი სურვილიც აღარ მაქვს უკვე რომ მოვეშვა. ნინა, ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს კონკურსი თუ არა, ამას რასაკვირველია უკვე ვეღარაფერი ვეღარ გააჩერებს, იმიტომ რომ ნამდვილი warrior ხარ. მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ ნინას უბლატი იყო ჩვენთან სტუმრად, ერთ-ერთი პრეტენდენტია. ხვალიდან ფაქტიურად ჩაერთვება SMS უკვე აქტიურად შეგიძლიათ მიცეთ ხმა. ეხლა კი ჩვენ უნდა ჩავერთოთ საინფორმაციო გამოშვებას. ჩვენ არ ჩავერთვებთ პირდაპირ გადავალთ საინფორმაციო გამოშვებაზე, თქვენ უყურებთ კომუნიკატორს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. Comunicatori